აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა სატვირთო მანქანებისთვის დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით აიგრძალება და მოხდება სატვირთო მანქანების გადართვა ნარეკვავი მცხეთა ზაჰესის მიმართულებით და დიდი სატვირთო ავტომობილები იმოძრაობენ ამ მიმართულებით. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში აღნიშნულ ხიდზე არ ქონდეს დაზიანებები, რომელიც მერე სრულად აფერხებს მოძრაობას. ამის გამო იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს წლის ბოლომდე. იცით, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია ამ ტერიტორიაზე შენდება ახალი ხიდი, რომელზეც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და უკვე ამ ხიდის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ ეს პრობლემა და ეს შეზღუდვა მოიხსნება. მანამდე მსუბუქ ავტომობილებს ჩვეულებრივად შეუძლიათ გადაადგილდნენ 60 კმ/სთ სიჩქარით. ეს შეზღუდვა საჭიროა იმისთვის, რომ არ მივიღოთ კიდევ უფრო დიდი შეზღუდვები, როდესაც ხიდის დაზიანება ხდება ხოლმე. სეზონურ პიკურ პერიოდში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დასავლეთიდან აღმოსავლეთ მიმართულებაზე გადაერთოს ნარეკვავი მცხეთა ზაჰესის მიმართულებით. მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა ჩვეულებრივ დარჩება არსებულ ავტომაგისტრალზე, არსებული ხიდის გავლით, ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებაზე, როგორც სატვირთო, ისევე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში. ეს მხოლოდ შეეხება 3.5 ტონაზე მეტი წონადობის ავტომობილებს და გადაადგილება მოხდება მცხეთის გავლით. კიდევ ერთხელ მოდისუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ აღნიშნული ემსახურება ძველი 70-იან წლებში აშენებული ხიდის უსაფრთხო ექსპლუატაციას და მოძრაობის უსაფრთხოებას. გასულ წელს დაიწყო აქტიურ რეჟიმში ახალი სახიდი გადასასვლელის მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე არის დაგეგმილი. შესაბამისად, როგორც კი ახალი ხიდი აშენდება, მოძრაობა ორივე მიმართულებაზე სრულად გადმოერთვება ახალ ხიდზე.